მამითა, მამისათა, დაზისათა და სულისაცმინდისათა. Ადგომიდან მესამე კვირას მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს განღვეულის კვირას. დღეს, როდესაც მაცხოვარმა იესო ქრისტემ განკურნა სნეული, რომელიც 38 წლის განმავლობაში უშედეგოდ იყო სილოამის წყაროსთან, სადაც ყოველწლიურად ანგელოზი გადმოდიოდა, ამღვრევდა წყარს და სნეულები იკურნებოდნენ, მაგრამ ამ ადამიანის სნეულება და უძღვება იმდენად დიდი იყო, რომ ვერ ასწრებდა სხვა სნეულებს განსაკურნად, რომ ჩასულიყო წყაროში. რა თქმა უნდა, იესო ქრისტე, რომელიც განკაცებული ღმერთია, მისი შეუძლებელი არაფერი არ იყო და განკურნა 38 წლის სნეული, მისი სურვილისამებრ. ყველაზე საინტერესო რაც არის, რითაც დამთავრდა დღევანდელი წირვის სახარება, ის არის, რომ იესო ქრისტე ესეთ სიტყვებს ეუბნება განღვეულს. წადი და აღარ შესწორ. რათა უძვირესი რაიმე არ ეყოს შენ. ანუ ამით რას გვასწავლის ეკლესია და რას გვასწავლის იესო ქრისტე, რომ ყველა განსასწრების, ყველა სნეულების მიზეზი არის ჩვენი ცოდვები. წარმოვიდგინეთ, ადამიანი 38 წლის განმავლობაში იტანჯებოდა სნეულებით და ვერ ხვდებოდა, რომ ის ცოდავდა და ეს მისი სნეულება იყო ცოდვების გამო. და ღმერთმა 38 წლის შემდეგ ამდენი მოთმინება დააფასა, რა თქმა უნდა, და მიჰმადა სასწაულებრივი კურნება. ჩვენ ხშირად ესე გვემართება ხოლმე, რომ ოდნავ რაღაცა გვეთკინება, ოდნავ რაღაცა სნეულება შეხვდება, ოდნავ რაღაცა განსასწრელი შეხვდება და წუწუნს ვიწყებთ. ხშირად ხდება ისე ხოლმე, რომ ღმერთზე ვიწყებთ რაღაცების გადაბრალებას, რომ თითქოს ღმერთია ყველაფერში დამნაშავე. რწმენას ვკარგავთ ღმერთისას, რომ მივმართოთ მას განკურნებისთვის, ისე როგორც განღვეულმა მიმართა დღევანდელი დღის სახარებაში, როგორც წავიკითხეთ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ განსასწრელს ღმერთი ჩვენ იმიტომ გვივლენს, რომ ღმერთს ჩვენ უყვარვართ. როგორც მინდა პავლე მოციქული გვასწავლის, იმ ადამიანებზე მოავლენს განსასწრელს ღმერთი, ვინც უყვარს. და რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ ადამიანი ვერ ხვდება თავის დანაშაულს, ადამიანი ვერ ხვდება თავის ცოდვებს, თავის ცოდვით მიდრეკილებებს და ღმერთი განსასწრელს უგზავნის როგორც წამალს, რომ დაფიქრდეს თავის თავში, დაფიქრდეს თავის სულიერ ცხოვრებაზე, დაფიქრდეს თავის წარსულზე, დაიწყოს მონანიება თავისი ცოდვების, დაიწყოს პატიების თხოვნა ღვთის წინაშე. მაგრამ ამ ყველაფერს ჭირდება ადამიანის ნება, რომ ადამიანმა დაინახოს ეს ყველაფერი, რომ ეს ყველაფერი ხდება მისი ცოდვების გამო. დღეს ჩვენ ხედავთ მდგომარეობას, როდესაც ადამიანებს სინანული კი არა, საერთოდ სინდისის და სიცხვილის გრძნობა არ აქვს. და იქამდეც კი მიდიან, რომ მოურიდებლად, აბსოლუტურად მოურიდებლად თავისი ქვეყნის, თავისი ტრადიციების, თავიანთი წინაპრების, თავიანთი სიწმინდეების დაუფასებლობით ეკლესიის ლანძღვას იწყებენ, შეურაცხყოფას იწყებენ ღმერთისას, ანგელოზებისას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისას. ეს ყოვლად გაუგონარი შემთხვევა, როდესაც სპექტაკლი დადგეს და იქ გამოიყენეს ენით აღუწერელი სიბილწე, ყრეხელობა სიწმინდეების მიმართ. ეს, რა თქმა უნდა, არ დარჩება დაუსჯელი. და იმ ადამიანებმა, ვინც ეს ცოდვა ჩაიდინა, მადლობა უნდა უთხრან ღმერთს, თუ ამ სოფელშივე დაიშევიან. და როგორც განღვეულს მოუვლინა ღმერთმა განსასწრელი თავის ცოდვების გამო, ისე მოუვლინოს განსასწრელი მადლობა უნდა უთხრან ღმერთს, რომ თუ განსასწრელს მოუვლენს ღმერთი მან, იმიტომ რომ ჯობია ადამიანი ამ სოფელში დაისაჯოს, ჯობია ადამიანი ამ სოფელშივე მიხვდეს თავის დანაშაულს განსასწრელიდან გამომდინარე, პატიება ითხოვოს ღმერთს, ვიდრე იმ სოფელში დაიტანჯოს მარადიულად.
ჯობია ამ სოფელში ადამიანმა ერთი წელი იქნება, ერთი თვე იქნება, მთელი ცხოვრება იქნება, ბოლო რამდენი შეიძლება გაგრძელდეს შენი ცხოვრება, ხო, მაქსიმუმ 100 წელი. ჯობია ეს 100 წელიც კი მოითვინოს თავის წოდების გამო ეს განსასწრელი, ვიდრე მარადიულად დაიტანჯოს თავის წოდების გამო. მარადიულობა არ არის ეს 1000 წელი, ან მილიონი წელი, ან მილიარდი წელი. აი როგორც მინუს უსასრულობა და პლუს უსასრულობა, ესეა უსასრულოდ გრძელდება ეს ყველაფერი და ეს ტანჯვა გრძელდება და იმატებს და იმატებს. ჯოჯოხეთში არ კლებულობს ეს ტანჯვა. საპატრიარქომ გააკეთა ესეთი განცხადება და ესეთი სიტყვებით თავდება, რომ შეუნანებლობის შემთხვევაში ესეთი ადამიანები შეიძლება განკვეთილი იქნენ ეკლესიით. განკვეთა და ანათემა ეს არის წამალი ეკლესიის. ეკლესიამ ანათემა და განკვეთა იმიტომ დააწესა, რომ ადამიანი გონს მოვიდეს, ადამიანი მიხვდეს თავის დანაშაულს. და ეს არის უკანასკნელი გაფრთხილება. თუ ადამიანი არ მოინანიებს თავის წოდებს, ის ავტომატურად ანათემირებულია და ავტომატურად განკვეთილია ეკლესიიდან და ავტომატურად სამოთხის გარეთ არის. მაგრამ ეკლესია თავისი ხმით და თავისი სიყვარულით და თავისი სიტყვით აფრთხილებს ადამიანს, რომ შენ თუ არ მოინანიებ და შენ თუ არ შეინანებ ამ წოდას, შენ აუცილებლად განკვეთილი იქნები ეკლესიიდან. განკვეთა ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ვერ მიიღებს, ვერ მოინათლება, ვერ მიიღებს შვისწერაში მონაწილეობას, ვერ მიიღებს ნათლობაში მონაწილეობას, ვერ მიიღებს ზიარების საიდუმლოში მონაწილეობას. მაგრამ თუ მოინანიებს ადამიანი და ბოდიშს მოიხდის, ეკლესია რა თქმა უნდა, როგორც დედა იკრავს გულში თავის შვილებს, ისე ჩაიკრავს ყველა ადამიანს, არ აქვს ამას მნიშვნელობა, რამდენად დიდი იქნება მისი წოდება. მაგრამ აქ მთავარი კიდევ რა არის, რომ ერთია, რომ ეს ადამიანები დიდ დანაშაულს ჩადიან და დიდ წოდეს ჩადიან, მაგრამ მეორე ის არის, რომ ბედავენ ესეთი რაღაცების გაკეთებას. ბედავენ ესეთი სპექტაკლების დადგმას. ჩვენ გვახსოვს დაახლოებით ესე 15 წლის წინ იგივე შემთხვევა მოხდა, როდესაც ერთ-ერთმა პიროვნებამ კრეხელური წიგნი დაწერა წყალებში საიდუმლო სირობა, მას მოყვა საზოგადოების, ეკლესიის, ახალგაზრდების დიდი აღშფოთება, მაშინაც დაუშველი დარჩა ესეთი შემთხვევა. მაშინაც არავის არ უგია პასუხი პირიქით, დაისაჯნენ ადამიანები, ვინც ხმა აღიმაღლა ამის წინააღმდეგ და ის, ვინც ეს ყველაფერი დაწერა, ისინი დღესაც საზოგადოების წევრებად ითვლებიან და საამაყო წევრებად ითვლებიან და გამოდიან ტელევიზიით და ჭკუას გვარიგებენ რაღაცეებში. აი მაშინ რო არ დაისაჯნენ ეს ადამიანები, იმიტომ მეორედ კიდევ გაბედეს ესეთი რამ. ამიტომ მთავრობის და ხელისუფლების ვალია, რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონის დონეზე დაცული. მით უმეტეს არავის რელიგიური გრძნობები არ უნდა იყოს შეურაცხყოფილი, არ აქვს ამას მნიშვნელობა, რა რელიგიის მიმდევარი იქნება ადამიანი. ჩვენ არასდროს არ გამოვსვლათ მართლმადიდებლები და არ გვითქვია, რომ ან მუჰამედი გაგველანწყოს, ან ჩარლზ ნასელი გაგველანწყოს, ან რომელიმე სხვა რელიგიის დამფუძნებელი იქნება ეს, ან რომელიმე რომის პაპი გაგველანწყოს. იმ სიტყვებით, რა სიტყვებსაც ეს ადამიანები ამ სპექტაკლში იხსენიებენ. ჩვენ შეიძლება ვსაუბრობდეთ რელიგიის სტომილებაზე და ამა თუ იმ ადამიანის სტომილებაზე და ვამბობდეთ, რომ ეს რელიგიაც მცდარია, ეს რელიგია ვერაცხონებს ადამიანს, მაგრამ ჩვენ არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებთ. ამიტომ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს კანონის დონეზე მართლმადიდებლური სახელმწიფოს უმრავლესობის მართლმადიდებელი ადამიანების რელიგიური გრძნობები. და ესეთი შემთხვევები აუცილებლად უნდა ისჯებოდეს. ესეთი შემთხვევები აუცილებლად კანონის დონეზე უნდა იყოს დაცული, რომ მეორედ კიდე არ გაბედოს რაღაცა. მაგრამ კიდევ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომ ადამიანები ჩვენ პირველ რიგში ჩემ თავზე ვიტყვი და მე რა თქმა უნდა სხვებზედაც, რომ
ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ესეთი შემთხვევების დროს ხმა აღვიმაღლოთ და გამოვხატოთ ჩვენი შინაგანი უარყოფითი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, არა ცემით, არა მტვრევით, არა ნგრევით, არამედ სიტყვით, ლოცვით. ეს იქნება ლოცვითი მსვლელობა, ეს იქნება საპროტესტო გამოსვლა, ეს იქნება აქცია დავარქვა თუნდაც ამ ყველაფერს, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გამოვხატოთ შინაგანად, რაც არ მოგწონს და არა მარტო ტელევიზორთან ჯდომით და გულში ჯიღისცემით, რომ დედა ეს რა დაგვემართა და ეს რა ქნეს და არა. წმინდა პავლე მოციქული გვასწავლის, რომ გულით გწამს, საქმით აღიარე. ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოება არ არის მარტო ისეთი რელიგია, რომ გულში გწამდეს და დამთავრდა ამით ყველაფერი. რაც გულში გწამს, ამ ყველაფერს უნდა საქმით გამოვხატავდეთ და ჩვენ რწმენას საქმით უნდა ვამტკიცებდეთ. თუ ჩვენ გვიყვარს ღმერთი, თუ ჩვენ გვიყვარს ეკლესია, თუ ჩვენ გვიყვარს ჩვენი სიწმინდეები, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ქვეყანა, ეს ყველაფერი უნდა გამოვხატოთ აშკარად. და ეს აუცილებელია იმისთვის, რომ პირველ რიგში ღვთის წინაშე მოვიხატოთ ჩვენი ვალი, მეორე იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებიც ესეთ რაღაცებს აკეთებენ, დაინახონ, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ეს არ მოწონს და შეიძლება უკან დაიხიონ და კიდევ ვეღარ გაბედონ. მესამე, იმიტომ რომ შეიძლება მთავრობასაც უფრო გაუადვილდეს ესეთი კანონების მიღება. ჩვენ თუ ჩუმად ვიქნებით სახლში დავждდებით და ხმას არ მოვიღებთ და ის ადამიანებიც იფიქრებენ, რომ ხო კაცო, ამაზე ხმას არავინ არ იღებს და მოდი კიდე გავაკეთოთ რა. ესეთ ადამიანებს ჩვენ ვერ გამოვლევთ. მაგრამ უნდა იცოდნენ ესეთ ადამიანებმა, რომ ქრისტიანები ამ ყველაფერზე პასუხს გაცემენ ამ შემთხვევაში, როდესაც ესეთი რაღაცა მოხდება. და რა თქმა უნდა, კანონი უნდა იცავდეს პირველ რიგში ჩვენ რელიგიურ ცნობებს და ძალიან კარგი იქნება თუ ესეთი კანონი იქნება მიღებული და დაცული იქნება ადამიანის პირველ რიგში უმრავლესობის, ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის რელიგიური ცნობა. ერთმა უშველო ჩვენ ქვეყანას, ღმერთმა დაგვიპოვოს და ღმერთმა იმ ადამიანებს გონება გაუნათოს. და ღმერთმა სინანული მიცეს. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თუ არ მოინანები, თუ არ შეინანები, ძალიან სულად დაამთავრებენ და ჯობია აქვე დაისაჯონ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ სოფელშივე მიიღონ რაღაცა განსასწრელი, ამ სოფელშივე რაღაცა დროებითი საშელი მიიღონ, ვიდრე იმ სოფელში სამუდამოდ მარადივლად დაიტანჯონ. ღმერთმა უშველოთ და ღმერთმა ჩვენს გვიშველოს და ღმერთმა ჩვენს გაუაზღიეროს და დავიწყოს. ღმერთმა დაგლოცოთ და